ის არის პირველი და დღემდე ერთადერთი ადამიანი ქართველებიდან, ვისაც აქვს ნაჭიდავები. მოგესალმებით, ბრუნდები მორიგი ვიდეოთი. UFC-ის შემდეგი ქარდი გვექნება მალე და ქართველი იბრძოლებს ამ ქარდზე, ბუნებრივია, გვინდა რომ გავეხილოთ. ქართველი ვეტერანი რომარ დოლიძე ბრუნდება უკვე ამჯერად ქვემძიმე წონაში, სადაც პირველი ზოგადად ბევრი ბრძოლა აქვს ჩატარებული, მაგრამ UFC-ის დებიუტიც მაგ წონით კატეგორიაში ჩაატარა. და უკვე მე შემდგომ რამოდენიმე ბრძოლის შემდეგ ბევრი ბრძოლა ჰქონდა middleweight-ში, საშუალო წონაში, სადაც ბევრი წარმატება ნახა, ბევრი საინტერესო ბრძოლა მოიგო, ბევრი ბრძოლა მოიგო, სადაც იყო, ასე თქვათ, აუთსაიდერი. ბევრი ვინმე გააკვირვა, მათ შორის მეც, მაგრამ საბოლოო ჯამში ალბათ მისი დაბრუნება ქვემძიმე წონაში იმას ნიშნავს, რომ მისი საშუალო წონის ეგრეთ წოდებული გზა დასრულებული არის. მას სავარაუდოდ მიზეზი აქვს უფრო, რომ ბევრი აღარაფერი აღარ დარჩა მაგ წონით კატეგორიაში გასაკეთებელი, თავის ძალი მოსინჯა და ეხლა უკვე შეეცდება, რომ თავის ძალი მოსინჯოს ქვემძიმე წონაში. წონის კლების დამატებითი, ასე თქვათ, პრობლემების გარეშე და მეორე მხარეს ეყოლება ოპონენტი რენიერ დერიდერის სახით, რომელიც ასევე საშუალო წონიდან ქვემძიმეში ადის. ფიზიკურად საკმაოდ დიდი არის დერიდერიც და რეალურად დერიდერის თავარი, ასე თქვათ, მიზეზი ალბათ არის ის, რომ უკვე ფიზიკურად ვეღარ იკლებდა და როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში მან ახსენა, პრაქტიკულად ყველანაირ, ასე თქვათ, პლიუს და სიამოვნებას კლავდა ბრძოლისას წონის კლებაო. შესაბამისად გადაწყვიტა, რომ ავიდეს ზედა წონაში. მას ჰქონდა ასევე ბევრი პრობლემები საშუალო წონაში კარდიოს თვალსაზრისით და მისცაც არ არის ახალი როდიო, აქვს ბრძოლები ჩატარებული ქვემძიმე წონაში, სადაც ეხლა გააკეთებს ისევ დაბრუნებას. ასე რომ ორივე მებრძოლისთვის ეწევა ეს წონითი კატეგორია, სადაც შედგება ბრძოლა არ არის უცხო, მაგრამ მათთვის არის ასევე დაბრუნება და დერიდერისთვის კიდევ დებიუტი UFC-ის თვალსაზრისით ამ წონაში. ვიდეოს ეს სეგმენტი მინდა გამოვიყენო, რომ გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ მახრჩობელა კლანი. საკმაოდ ბევრი ნახვა გვაქვს, ბევრ ადამიანს აინტერესებს არხი, საკმაოდ კარგი და ესე თქვათ ლოიალური მიმდევრები ყავს, მაგრამ ბევრი ადამიანი, ვინც რეგულარულად ამ ვიდეოს უყურებს და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მათ არ აქვთ ეს არხი გამოწერილი, შესაძლოა დავიწყებული გაქვთ, გთხოვთ, თუ შენ ხარ ეგ ადამიანი, გამოიწერე. მიზანი გვაქვს, რომ აგვისტოს ბოლომდე 1000 გამომწერამდე ავიდეთ და თუ მოახერხეთ ამ მიზნის მიღწევა, გვექნება კარგი გათამაშება სასიამოვნო სავარაუდოდ ბევრი ადამიანისთვის. მოდით ვისაუბროთ ორივე მებრძოლზე, დავიწყებ რომანით. რომანი არის ნამდვილად ვეტერანი ზოგადად, ქართველებს შორის და ზოგადად UFC-შიც საკმაოდ ესე თქვათ განფუჭებელი მებრძოლი იყო წლების განმავლობაში, მას ბევრი ადამიანისთვის გაუფუჭებია საქმე და ძალიან ტექნიკურია, ბევრი სხვა ასე თქვათ არა სტანდარტული ილეთი და შესაძლებლობა აქვს, რომელიც ბევრი ბრძოლაში გამოიყენა. მათ შორის გრაპლინგში არის საკმაოდ მაღალი კლასის გრაპლერი, ის არის პირველი და დღემდე ერთადერთი ადამიანი ქართველებიდან, ვისაც აქვს ნაჭიდავები ADCC-ის მსოფლიოს ჩემპიონატი, მაგის მერე და მაგამდეც სხვა ქართველი არ ყოფილა. მან ვერ მოახერხა ამ ტურნირის მოგება, მაგრამ მან მოხვედრად საკმაოდ რთული არის. აზია და ოკეანის ჩემპიონატი მოიგო, რომ მოხვედრილიყო ამ ტურნირზე და სხვათა შორის პირველ რაუნდში წააგო ჩემპიონთან, ანუ ვინც მე ჩემპიონი გახდა, იური სიმოეშთან. საკმაოდ ახლო ბრძოლა, იურიმ, ასე ვთქვათ, ისე მოუგო, ვეტერანულად მოუგო და მე უკვე რეალურად მთელი ჩემპიონატი მოიგო.
ასე რომ რომას აქვს საკმაოდ ისეთ თქვა დიდი გამოცდილება გრაპლინგში, გრაპლინგის შემდგომ გადავიდა MMA-ში და MMA-შიც უკვე სხვა ნუანსებით საკმაოდ დახვეწა და თავისებური სტილი აქვს, რომელსაც ბევრი მებრძოლისთვის ასე თქვათ პრობლემა შეუქმნია, ანუ მაგ სტილთან ბრძოლა ბევრ მებრძოლს არ უადვილდება, რადგან ხშირ შემთხვევაში ვერ ხედავ ეგეთ სტილს მიწაზე თუ ფეხზე და ერთ-ერთი გამორჩეული ბრძოლა ალბათ, რომელიც შეგვიძლია დავასახელოთ, იყო ჯეკ ჰერმანსონის წინააღმდეგ და ჯეკ ჰერმანსონთან მან რეალურად მასტერკლასი დადო გრაპლინგის, ანუ ზურგიდან, ვთქვათ, დომინირება აჩვენა მეორე საკმაოდ მაღალი კლასის გრაპლერის წინააღმდეგ. მანდაც თუ არ ვცდები, ფავორიტი ჰერმანსონი იყო და მან მოიპოვა საკმაოდ საინტერესო ფინიში ამ ბრძოლაში, რეალურად საბმიშენმა, მე ground and pound-ამდე მიიყვანა ქაფსლაისერით. გააფტყელა, ასე ვთქვათ, კერძზე და მე უკვე რეალურად ground and pound-ით დაასრულა. ასევე აქვს საკმაოდ გამანადგურებელი ნოკაუტები, მათ შორის აი დებიუტზე, რომელზეც ვისაუბრეთ, დაღესტნელი მებრძოლის წინააღმდეგ ძალიან მძიმე დარტყმით გათიშა და ეგრე ბევრი გამანადგურებელი მუხლი და დარტყმა მიუყენებია სხვა მებრძოლისთვის UFC-ის კარიერის მანძილზე და UFC-მდეც. მისი ბოლო ბრძოლას დანკანის წინააღმდეგ, ჩემი აზრით იყო ტესტი UFC-ის მხრიდან, ასე ვთქვათ, ჭყალებში მიუგდეს მკლებს UFC-ის გამოსახედიდან, ეგრე ხშირად შვებიან, რომელზეც სხვა შემთხვევაშიც ვისაუბრეთ, როდესაც ეს ხდება. და თუ გადარჩებოდა, თუ ვერ გადარჩებოდა, ესეთი მიდგომა ჰქონდათ და მან ხშირ შემთხვევაში ცდილობს UFC რომ ააშენოს შემდეგი პოტენციური ვარსკვლავი, რეგიონალური ვარსკვლავი მაინც და დოლიძემ რეალურად არაფერი არ დააკლო დანკანს, ბევრ რაღაცაში დააჯობა, გრაპლინგში დომინაციით დაჯაბნა რეალურად, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც არ იყო ეს გამარჯვებისთვის და დამარცხდა ამ ბრძოლაში. ურწაგებიან დამარცხებების სერიაზე არის ჰერნანდესთან დამარცხდა ენტონი ჰერნანდესთან მოგეხსენებათ მაგ ბრძოლის წინ. ჰერნანდესი ეხლა არის მეინ ივენთი ასევე რობოკოპის წინააღმდეგ, გრეგორი როდრიგესის წინააღმდეგ და ჰერნანდესმა მაგ ბრძოლაში სასწაული უნარები აჩვენა, ეგეთი რაღაც რომანის არავის არ გაუკეთებია, ბუნებრივია. და მართლაც ერთ-ერთი საჩემპიონო დონის მებრძოლთან წააგო, ჩემი აზრით, ჰერნანდესთან, რომელიც, მე თუ მკითხავთ, ის ადამიანია, ვისაც პოტენციურად ხამზატის დამარცხებას კი შეეძლო, მაგრამ მე ვიცით, რომ სტრიკლენდმა დაამარცხა ის და შემდგომ სტრიკლენდმა წაართვა ტიტული ხამზატს. მე არ ვიძახი, რომ ჰერნანდესი აუცილებლად დაამარცხებდა, ბუნებრივია. დეტალებში მოუწევდა ჩასვლა და გაანალიზება ამ ყველაფრის, მაგრამ ზედაპირულად ჩემი აზრით აი მაგდონეზე არის ჰერნანდესი, ასე რომ ეგ დამარცხებაც სამარცხინო ნამდვილად არ არის იმის მიუხედავად, რომ დომინანტურად წააგო და შემდეგი ბრძოლაც ახალ ამომავალ ვარსკვლავთან დამარცხდა და ეხლა უკვე დრო არის, რომ მოსინჯოს თავის ძალები ქვემ მძიმე ზონაში, თუმცა დერი უნდა გადალახოს იმისთვის, რომ რაიმე ასე თქვათ კონტენდერობის ასპირაცია შეიქმნას და ეგეთივე ბრძოლა არის ზუსტად რა UFC ამ ვეტერანებს ამ შემთხვევაში რაღაც ზონაზე ფილტრავს ამ ბრძოლით მათ არაკადრეს რომ მიეცათ ვიღაც თქვათ ნომერ 20 ან 15 ტოპ 10-ად სავარაუდოდ ვერ მიცემდნენ ზედა დივიზიაში და რატომაც არა ორი მებრძოლი ადის და დააჯახეს ერთმანეთს, რაც ხშირად ხდება ხოლმე სხვათა შორის და ეხლა უკვე საკითხავია თუ ვინ რას მოახერხებს. მოდით შევეხოთ დერიდერს. დერიდერი არის ძალიან მაღალი დონის გრაპლერი და სტრაიკინგში საკმაოდ კარგი უნარები აქვს, მისი მუხლები გვინახია, გამანადგურებელი მუხლები. ჰოლანდიელები არიან ცნობილი როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის კიკბოქსინგის ქვეყანად. დღესდღეობით მეფეც კიკბოქსინგის მძიმეწონოსანი არის ჰოლანდიელი რიკო ვერჰუენი, რომელმაც სხვა შორის კრივში ძალიან დიდი პრობლემა შეუქმნა დღევანდელ კრივის მძიმეწონის ჩემპიონს და მეფეს ალექსანდრ უსიკს. ბევრი თვლიდა რომ იგებდა ტექნიკურ ნოკაუტამდე, ახლა მაგ დეტალებში მე არ ჩავალ და არ შევეხე ამ შემთხვევაში.
თუმცა ეს ყველაფერი ამას მეტყველებს, რომ ძალიან მაღალი კლასის ქვეყნიდან არის, მაღალი კლასის დარბაზიდან არის, Combat Brothers-ი ქვია მაგ დარბაზს, სადაც მოღვაწეობს და ემზადება დერი, სხვა შორის ერთ-ერთი ადამიანი დღეს უკვე შავი ქამარი მაქედან ჩვენთან ვარჯიშობდა ლეგიონში, კარგა ხანი და ძალიან მაღალი კლასის ბიჭი არის, მეგობრობთ და მაქედან ვიცი ეგ დარბაზი რეალურად რომ საკმაოდ მაღალი დონის საბრძოლო სპორტის დარბაზი არის. ძლიერი გრაპლერები ყავთ, წარმოიდგინე ხა დერი რო ტატამზე ყავს, რა სერიოზული თემა არის, თუმცა არა მარტო გრაპლინგი, სტრაიკინგიც კულტურაში აქვს, დერიდეს ასევე ძიუდოს ბექგრაუნდი აქვს და ბოლო ბრძოლაც რომელიც მან წააგო, ასე ნუ ბოლოს წინა ბრძოლა, რომელიც მან წააგო ბრენდენ ალანის წინააღმდეგ იყო საკმაოდ ასე ვთქვათ, მისი დომინაციით მიმდინარეობდა, სანამ თავის-თავი არ დაღალა, ნუ დაიღალა და თავის-თავით დაღალა, ნუ სულ რაღაც ეძებდა რეალურად მიწაზე და ბრენდენ ალენის არის მაღალი დონის შავი ხამარი, გადარჩა და მოახერხა რომ შემოეტრიელებინა თამაში და ხშირ შემთხვევაში უკვე დერი შეცდომებით და დაღლილობით ხდებოდა ზედა პოზიციებში, სადაც დააზიანა დერი და იქ ნუ დერმა ჩემი აზრით დაღლილობასთან და ასე ვთქვათ მისი გრაპლინგის მაინდსეტიდან გამომდინარე გარკვეული შეცდომები დაუშვა ზურგიდან, სადაც ბევრი ზიანი მიიღო და უკვე ვეღარ მოახერხა ასე ვთქვათ მეხუთე რაუნდში გამოსვლა, გააჩერეს ბრძოლა, ეგრეთ წოდებული ნომასი დაფიქსირდა, მეტი აღარ ну ეგ სიტყვები არ ვთქვია ბუნებრივია, მაგრამ ну ეგეთ რომ ჩერდება ხშირ შემთხვევაში ითვლება რომ დანებდი, გატყდი და ну ეს ცუდი ვიზუალი არის და ყოველთვის ითვლება რომ ადამიანი რომელიც ერთხელ ტყდება, ყველას დამარცხება შესაძლებელია, მაგრამ ყველას გატეხვა მაგდენად შესაძლებელი არ არის ხშირ შემთხვევაში, ხო? ანუ ბევრი ადამიანი არ ტყდება და კარიერაში არ აქვს ეს გატეხვის რეკორდი და შემთხვევა ამ ადამიანს დაუფიქსირდა და მე ყოველთვის შევიდა კითხვები რომ სხვა შემთხვევაში თუ დააჭერენ, გატყდება თუ არა. და დოლიძე ის ადამიანია, რომელსაც შეუძლია მას რომ ეს დააჭიროს. პირდაპირ გეტყვით რომ აი ხა რო არ ვიცოდე ბექგრაუნდი დიდად და უბრალოდ მებრძოლები ყავდეს ნანახი, დერი მაინც უფრო თქვა ძლიერ გრაპლერად გამოიყურება სუფთა გრაპლინგის თვალსაზრისით და მას უფრო მეტი გამოცდილებაც აქვს მაღალი დონის გრაპლერებთან ჭიდაობის, სხვა შორის ვანში მაღალი დონის გრაპლერს ტაირო ტულოსზე ჭიდავა, რომელიც ნუ წონიცვად ნაკლებია, მაგრამ ბევრად არა, ანუ ტაის ნებისმიერთან შეუძლია ჭიდაობა და მართლაც პიკი არის გრაპლინგის, რომელიც სხვა შორის MMA-ში ძიბს ახლა უკვე ახალგაზრდა მებრძოლი არის, ტყუპები არიან ტაი და კეიდ რუტოლო. სამწუხაროდ ბევრის ფურცელზე შესაძლოა დერი იყოს უფრო დომინანტი გრაპლერი, მაგრამ ალბათ ჰერმანსონის თავის დროზე შესაძლოა მათ მიაჩნდათ უკეთესი გრაპლერი ვიდრე დოლიძე, მაგრამ დოლიძეს ბევრს დაუმტკიცა რომ მისი გრაპლინგი არის ელიტარული და არ გაიკვირდეთ რომ ბრძოლის განმავლობაში მან მოახერხოს იგივე ის გაკეთება, თუმცა ერთი პრობლემა აქ ის არის რომ ეს არის 3 რაუნდიანი ბრძოლა და არა 5 რაუნდიანი, როგორც ალენის შემთხვევაში იყო. ასევე კითხვის ნიშანია, რამდენად შეუმცირდება ეს კარდიოს პრობლემები დერიდერს ქვემძიმე ზონაში, რადგან აღარ მოუწევს მას ამდენი წონის კლება. ახლა შემთხვევაში ეს არის ხოლმე ფაქტორი. ასევე 3 რაუნდიანის თემა, რომელიც ვახსენეთ, შესაბამისად, რაღაც დონეზე ეგ ართულებს მის დაღლის სტრატეგიას. ამ ჩემი აზრით, აქტიურობით და ბრძოლის ინტენსიურობით შეუძლია მაინც რომანს რომ სადღაც მეორე რაუნდი და პოტენციურად სრულად გადაიბაროს ბრძოლა. მე არ ვიძახი რომ პირველ რაუნდში დომინაცია იქნება დერიդერის მხრიდან, თუმცა დერიდერმა ჯერჯერობით უმეტესი ბრძოლა თავიდან დომინაციით დაიწყო. ასე ვთქვათ, ფრონტრანერებს ეძახიან ეგეთ მებრძოლებს ბევრგან. და მერე გატეხვას როგორც ვახსენეთ ექვემდებარება. ასე რომ ვიღაცამ ეხლა რომ დამაძალოს თქვა რას როგორ ხედავ, სავარაუდოდ თავიდან უნდა კონდეს წარმატება დერიდერს და მერე
იმედია რომანი მოახერხებს რომ გადაიბაროს ნელ-ნელა ბრძოლა უკვე თავისი უნარებით. ასევე რომ რომანი როგორც ვახსენე ძალიან საშიში სანოკაუტო დამტყველი არის. მაგითაც შესაძლოა რომ შეუქმნას მიაყენოს დიდი ზიანი და პოულობს ასე ვთქვათ ნოკაუტებს ხელებითაც, ფეხებითაც და არის შესაძლებელი რომ დააზიანოს დერიდერი და დერიდერსაც ბუნებრივი აქვს იგივე შესაძლებლობები, მაგრამ რომანის დაფინიშება, ნუ აი იმავოვის ბრძოლას თუ ვუყურებთ, ნუ რა ვიცი, ურთულესი არის, ძალიან რთული ამ ადამიანის დაფინიშება. ჰერნანდესმაც, ნუ საბოლოო ჯამში მაინც სამიშენი დააფინიშა, ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ბრძოლის განმავლობაში, მაგრამ დარტყმებით ვერ დააფინიშა. ანუ ჰერნანდესის კარდიო მანქანა არის დერიდერის განსხვავებით. არის ალბათ სადაც სცენარი, სადაც დერიდერი პოტენციურად ზევიდან დომინირებდეს, თუმცა რომანის გადაყვანაც არ არის ადვილი, ასე რომ არ არის გამორიცხული, რომ გრაპლინგის ასე ვთქვათ გათიშვა მოხდეს მეტნაკლებად. ვერ მოახერხოს დერიდერმა თავისებური კლინჩი შესვლა და მერე ნუ გამოსმები როგორც უყარს გამოსმებით გადაყვანა კეიჯის შუა ნაწილში, თუმცა სკრამბლერიც არის დერიდერი ბონიკალს ზუსტად აი ჯიუცუში გადაუარა, გაცვლებში, გრაპლინგის გაცვლებში გადაუარა ბონიკალს ისტორიები აქვს მოყოლილი, რომ ბევრი შავი ხამარი ყავს დარბაზში დამარცხებული, როგორც მოჭიდავეს და მე ყვება რომ აი 47 წლის შავ ხამარს ეჭიდავა სადღაც რომელიღაც შტატში და როგორ ასე ვთქვათ აჯობა მან მას და ასე შემდეგ ასეთი ისტორიაც ყვებოდა და მე ეტყობა ეგონა რომ დერიდერიც 47 წლის ასე ვთქვათ მრავალშვილიანი შავი ხამარი იყო გატესტა და ჩაიჭრა მაგ მოსდაში და აი მანდაც გამოჩნდა რეალურად რამდენად მაღალი დონის გრაპლერი არის დერიდერი პოზიციურად ძალიან როდესაც არ არის დაღლილი ძალიან ძლიერია, ძალიან საშიში არის, მაგრამ ისე და ისევ რომანს აქვს უნარი რომ ნებისმიერი მებრძოლი დაამარცხოს, ფინიშერი არის სამიშენებითაც და ასევე ნოკაუტებითაც. მე ნუ საბმიშენს ესე ვერ ვხედავ დერიდერის წინააღმდეგ, თუმცა არ არის გამორიცხული რომ გრაპლინგის გაცვლებით მერე TKO-თი თქვა დააფინიშოს რომანმა. სამიშენი რომ მივიღოთ თქვა რომანს და ჩემი აზრით სუბიექტური აზრი არის ეს ბუნებრივია. ნუ აი უკვე თქვა კვტარი უნდა იყოს დერიდერი და ნუ მე თქვა რაღაც უკვე რომ მერსი ჩოუქებს იღებენ არა მეგეთი უნდა მოხდეს, მაგრამ სამრაუნდიან ბრძოლაში მაგის თქვა დაღლილობით მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა, მაგ შემთხვევაში უკვე რეალურად ნოკაუტის პირას უნდა ყავდეს მიყვანილი, რაც ძირითადად შემთხვევაში თითქმის ნოკაუტად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ეს პირდაპირ predictions არ გავაკეთებ, ჩემი აზრით ძალიან ახლო ბრძოლა არის. ნუ საიდუმლო არ არის რომ დერიდერი არის ფავორიტი ამ ბრძოლაში, თუმცა თუ ვინმეს შეუძლია მის დამარცხება, ნუ სტილისტურადაც და უნარებითაც, მაგრამ აი ეს უბრალოდ მენტალობის თვალსაზრისით არის დოლიძე. დოლიძეს აქვს ის მენტალიტეტი, რომ თუ გაქვს ის გატეხვის წერტილი, პოტენციურად იპოვოს, თუმცა ისევ და ისევ ნაკლები დრო აქვს ამ გატეხვის წერტილის მოსანახად. ბრენდან ალანსაც 4 რაუნდი დაჭირდა ამისთვის. მოდ მეინ ივენტს შევეხები უცებ, რადგან ასე ვთქვათ, მონათესავე ბრძოლა არის. იმის მიუხედავად, ხან გასაგებია უკვე სხვა დივიზიებია, მაგრამ ნუ ჰერნანდეს როგორც ვახსენეთ, ბოლოს წინა ბრძოლა აქვს ჩატარებული, ანუ რომან დოლიძეს აქვს ბოლოს წინა ბრძოლა ჩატარებული ჰერნანდესთან და მას ხდება საკმაოდ ასევე ძლიერი ვეტერანი ბრაზილიელი ოპონენტი გრეგორი რობოკოპ როდრიგესი, რომელიც ნუ მართლა რობოკოპი არის ვიზუალურად, ძალიან ძლიერ დარტყმელი არის, კარგი გრაპლერი არის, თუმცა ამ ეტაპზე მაინც ასაკი, კარდიო და რაღაც დონეზე შესაძლოა უნარებიც კი ჰერნანდესის მხარეს არის. ეს ბრძოლა, რომელიც ჰერნანდესმა ჩემი აზრით უნდა მოიგოს, თუ ეს ბრძოლა ჰერნანდესმა წააგო, ეს იქნება მისთვის ძალიან დიდი დაღმავლობის პოტენციურად მომასწავლებელი, მაგრამ რობოკოპს მე უყურებ როგორც
რაღაც დონეზე ბუნებრივია გლოვერ ტეშერას ანალოგს საშუალო ზონაში და გლოვერ ტეშერას როგორც ვიცით ძალიან ბევრი ვარსკვლავი ყავს დამარცხებული ტიტულიც მოიგო ბუნებრივია და რობოკოპიც ჩემი აზრით ეგეთი დონის მებრძოლია რომ ბევრისთვის შეუძლია საქმის გაფუჭება მაგრამ მე მაინც გონია დეტალებში ხა ამ შემთხვევაში არ ჩავალ ძალიან ღრმათაც არა მაქვს ყველა ბრძოლა ბოლო პერიოდში შესწავლილი ნანახი მაქვს უმეტეს ბრძოლა მაგრამ სხვანაირად უყურებ ხოლმე ბრძოლებს როდესაც მინდა რომ შევისწავლო მაინც გონია რომ ჰერნანდესი არის ის ადამიანი ვისაც აუწევენ ხელს ამ ბრძოლაში გემშვიდობებით ისევ და ისევ გამოიწერეთ ჩვენი არხი მოიწონეთ დააკომენტარეთ თქვენი ნებისმიერი ტიპის ჩართულობა და მხარდაჭერა დაფასებულია ჩვენი მხრიდან